დღეს უამრავი კითხვა მქონდა და ცხელხაზზე დავრეკე და იქ მითხრეს რომ ძმები მაისურაძეები არიანო ასეთიო და აი იმათ კითხე იმიტომ რომ იმათმაო ყველაფერი იციანო მაშ ასე მივესალმოთ ჩვენი სტუმრები არიან თომა და პეტრე მაისურაძეები დედა მოგწანდით შემოგწანდით პატივცემულები აქეთ მოდი აქეთ გამარჯობა. დაბრძანდით გამარჯობა. აქეთ მოგწანდით. ახლა მითხარით რომელი ხართ თქვენ? გამარჯობა. არა, მოიცეცამთ. შემოხედეთ მენახესები. დაჭამე ახში. მოდი გაგიწმენდა. დაჭამე შენ. დაიღო? შოკოლადი. შოკოლადი იქნება და კი. ეგ იყო შოკოლადი. გიყვარს შოკოლადი? კბილები გიყვარს. შოკოლადი მივირთვით პატივცემულებო, აპლოდისმენტები. რომელი ხართ ახლა მითხარით, მე სახელი მითხარით? პეტრე ხარ შენ? კი. პეტრე, შენ რა გქვია? თომა. თქვენ ერთმანეთის ვინ ხართ მითხარით თომა და პეტრე? თომა და პეტრე. ბატონო? თომა და პეტრე. ხო, თომა და პეტრე, ერთმანეთის ვინა ხართ თქვენა? ესა ძმები. ძმები ხართ, კაცო? და საიდან ჩამოხვედით მითხარით ჯერ თქვენ? შორიდან. ბატონო? შორიდან. შორიდან ჩამოხვედით? საიდან ჩამოხვედით? შორიდან. შორი სად არის? აი, შორს სადაც მაღაზიები. იქიდან ჩამოვიდნენ შორს, სადაც მაღაზიები ყოფილა. ასეა, ხო? იქ შოკოლადი იყიდება, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ ჩამოხვედით, ეთქობა შოკოლადის გამოვაყოლეთ. და ისე რა ქვია იმ ადგილს, აი სადაც მაგ შორს ადგილს რა ქვია, საიდან ჩამოხვედით? ოზურგეთი. ოზურგეთიდან ყოფილან. კი ბატონო. რამდენი წლისები ხართ მითხარით ახლა? მე 3-ის. მოიცა 2-ის და 3-ის? 2-ის და 3-ის ყოფილან, კი ბატონო. ჯანმრთელობა მამიკო, ბედნიერება, სიხარული, ყველაფერი კარგი. რა მომიტანეთ იქ რაღაცები რო გიკავეთ, რა არის? დედაენა. დედაენა? ხო. დრისთვის მოიტანეთ ეგ დედაენა? რომ წავიკეთოთ. რომ წაიკითხოთ? ხო. მოიცა ერთზამეთ. კიდევ ერთხელ ასაკი მითხარით თქვენ რამდენი წლისები ხართ? 3-ის. 3-ის და 2-ისო ისო, ხო? მე 2-ის. 2-ის. აი გესმით და მოიტანეს დედაენა. რომ წავიკითხოთო. ეს დედაენა, ანახეთ შესა მომეცი აქ ეს დედაენა. ნახე რა, კაი ნათამაშებ, შეხედეთ დედაენა რა დღეში არის, გადასარევ დაბრძანდით პატივცემულო. აჰა. ესე იგი მარტო არ კითხულობთ თქვენ ერთობით კიდეც როგორც მივხვდი დედაენით, ხო? თამაშობთ ხო ამ დედაენით რაღაცებს. კარგი, მოდი ერთი წამით მე მოვალ ერთი აქა და მობრძანდით თქვენ აქა და წამიკითხეთ ერთი რა რისი კითხვა იცით, აბა ერთი. ეს აქ რა წერია? ია. ეს ია, კი ბატონო, მოდი ვნახოთ. აქ რა წერია? თითი. კი ბატონო, აპლოდისმენტების ნახლებით ხდება ეს ყველაფერი. თითი ვნახეთ. აქ რა არის? თასი. თასი, კი ბატონო. აქა? თა. ჰა? თა, უბრალოდ თხა, რა თქმა უნდა, ჯერ წესიერად ვერ საუბრობ და ვკითხულობ სამაგიეროდ, შესანიშნავი ამბავი არის. კარგი. ეს რა არის? თოხი. თოხი, მართალია? ესა? ხე. ხე, კი ბატონო. ესა? უთო. უთო. დავწმუნდი მე ამაში რომ თქვენ ნამდვილად იცით და ნამდვილად კითხულობთ. თქვენ მე მითხარით ახლა კითხვის გარდა ლექსებიც თუ იცით? კიდე. მართლა იცით? არ მატყუებთ? იცით? რა ლექსები იცით? მათემატიკოს და ტაკი და შეგიძლია მითხრა ეგ ლექსი? ვის ეწევა საქართველოს საოცნებო შერებში სიმღერას რომ არიშორეს მაინც დაიმღერებს ვის შეწუდება ჩვენი ქვეყნის წევარებს და ღუბებს იცის კოდა სასკადისეო ესანისა უბებს სალაკოში რამაზე ხალხის სანაკებო ესას კი მოინადირებს სტურბა საქართველოს ბატონო. კარგი, თქვენ იცით რაიმე ლექსი, პატივცემულო? თომა, იცი ლექსი? რა ლექსი იცი მითხარი რამე, აბა თუ? მეტყვი ლექს? რაზეა ლექსი, აბა მითხარი? დედამ დილით გამიმზადა, ვემი შერიც კაფა, გამაფთირდა თუ არ შეჯა,
სიში ვეღარ წახარ დიდი ყოფითად მომიღო 1 2 3 მე ნაძალ შეაცვდა ის გადაქეს ნავი დიდი დაჯიუტობა ვერავენ მიჩერის ძალიან გემრიელი ლექსი იყო ეს, მინდა გითხრა შენმე. ესე იგი, შოკოლადი ყვარებია, ვერმიშელი გვიყვარს. მოკლედ, ჭამა გვიყვარს ძალიან, ხო? ჭამა გიყვართ? კი. რა გიყვართ, აბა კიდე მითხარით. რა საჭმელი გიყვართ რა? ტკბილი ფაფა გიყვარს? არა, ტკბილი ფაფა. ტკბილი ფლავი გიყვარს? შესანიშნავი რა ხე როგორ ისე კი არ არის. და კიდევ მე ასე მითხრეს რომ მაგათო ესე უყურებო შენაო მაგ ძმებსო მაგათო შეუძლიათო კიდევ დროშების ცნობაო მართალია? მართალია. ოკაი, ნუ იტყვეთ მართლა? ხო, მართლა. მართლა? კი. კი ბატონო, შევამოწმო ეგ ამბავი მე? შეგამოწმოთ? კი ბატონო. ერთი წუთით დაგასარით საქართველოს დროშა გამოვიცანე მე უკვე. აი, აჰა, სად არის ჩემს? აი, ჩემი საქართველოს დროშა. აი, აჰა, დაგასარით. საქართველოს. ვიცი რომ საქართველოს დაგასარით, მოიცა. ეხლა ამას გადავდე პაკეტში და აურევ მოიცა ეს, რა. მზად ხართ? კი. ჰოპა, რისი დროშაა ესა? დანია. კი ბატონო, დანიის დროშა არის ეს. აჰა, ეს მოიცა. კი ბატონო, რადგან ეს გამოვიდა პირველი ვინ არის ესა? კანადა. მართალია, კანადა. აბა, ესა? გერმანია. აბსოლუტურად მართალია. ესა? სერბეთი. სერბეთი მართალია. ეს ვინ არის? ბელგია. ბელგია მართალია. ეს ყველას ეწოდინება? არგენტინა ესა. კი ბატონო. არგენტინა. ესა? პორტუგალია. კი ბატონო. აი ეს დროშა არ არსებობს რომ ვინმეს იაპონია ვის დაავიწყდება ეს დროშა განსაკუთრებული უცნაური მაროკო. ეს მაროკო ყოფილა კი ბატონო ესა ნიდერლანდები. ბატონო ნიდერლანდია. ნიდერლანდები კი ბატონო ეს ვინ არის ესპანეთი. კი ბატონო ეს ესპანეთია ესენი ამერიკა და სამხრეთ კორეა. ამერიკა და სამხრეთ კორეა, სწორია. ძალიან, ეს დამრჩა. ვინ არის ეს? შვეიცარია. შვეიცარიაც ყოფილა, კი ბატონო. კარგი. ძალიან მაგრები რო ხარ თუ იცით თქვენ? იცით? იცით ეგა, მაგრამ ჯერ მოიცა. ვისთან ერთად მოხვედით ახლა თქვენ? დედიკოსთან და ქეთისთან და ნანაბებოსთან. ნანაბებო გავიგე, ქეთი ვინ არის? ქეთი არის შემი დეიდაშვილი. აჰა, დეიდაშვილი ყოფილა. კი ბატონო, მოგესალმებით, დედიკოს რა ქვია? სალომე. სალომე, გამარჯობათ. მოგესალმებით, დეიდაშვილი არა, დეიდა ყოფილა, როგორც მივხვდი, ხო? ასე მითხრეს. ქეთი ჩემი და პეტრეს დეიდა შესაბამისად. კი, ნამდვილად ასე იქნება. როგორ აღმოაჩინეთ ახლა ეს ამბები? პეტრეს და თომას ყავს არაჩვეულებრივი აღმზრდელი ქალბატონი ნანა. ბავშვებმა გამოიჩინეს ამის ნიჭი და მე უკვე უფრო მობილიზებულად ჩავერთეთ მთელი ოჯახი. შესანიშნავი ამბავია, აპლოდისმენტები და ქალბატონ ნანასაც დაველაპარაკებთ, როგორ ითვისებენ ყველაფერს. მოგესალმებით და მიხარია რომ მეც ახლა თქვენთან ერთად ვარ. შედეგსაც ვხედავთ. ჯერ პატარები. შესანიშნავი ამბავი არის, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა საჩუქრების დროა, საჩუქრების, ხო მართალია? ესე იგი, თომასთან და პეტრესთან მოემართება ჩვენი ფაგიო, რომელიც მოგვიტანს პირველ საჩუქრს. მადლობა გიფასო ფაგიო, ეს არის ფაგების ნაკრები, აქ სათამაშოებიც არის შიგნით რო იცოდეთ, მან მაგას ნახავთ მერე, მოიცა, მერე ნახავთ მაგას, ეს არის ფაგების ნაკრები იმისათვის, რომ არ მოგეკაროთ არც გაციება და არც ინფექციები. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, ეხლა მობრძანდება ვინ უნდა მოვიდესო? ლოკომოკო სლოვი. აი ეს საჩუქარი ჩვენი სტუმრები გახდნენ თომა და პეტრე მაისურაძეები.